კვარაცხელიათი იმედგაცრუებული ფანები. ლუის ენრიკეს კომენტარი. რატომ ვერ ივიწყებს ანტონიო კონტე ქართველს? სურიკოს მორიგი გოლი. რას ამბობს დანა ვაიტი საქართველოსზე და რეკორდული გამარჯვება რაგბის ევროპის ჩემპიონატზე. ამ და სხვა საინტერესო სიახლეების მოსმენამდე დაალაიქე ვიდეო და გამოიწერია. დავიწყოთ საფრანგეთიდან, სადაც ხვიჩა კვარაცხელია კვლავ პარი სენ-ჟერმენის ძირითად შემადგენლობაში ვიხილეთ. შეიძლება ითქვას, რომ ქართველის ახალ გუნდს ლიგა 1-ის მეოცე ტურში ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის რეპეტიცია ჰქონდა, რადგან მათი მეტოქე ლიგის შემდეგი ტურის მსგავსად ახლაც ბრესტი იყო. სტუმრად ჩატარებული შეხვედრა პარიზელებმა უსმან დემბელეს ჰეტრიკითა და შესვლაზე შესული გონსალო რამოსის დუბლით 5-2 მოიგეს. ჩვენთვის კარგი იყო ის, რომ ლუის ენრიკემ თავიდან ბრაკოლა დემბელე კვარაცხელიას ტრიოთი შეუტია. ქართველი ძირითადად მარცხენა ფლანგზე იყო. თუმცა პირველი შეხვედრისგან განსხვავებით ქართველისთვის თამაში სასარგებლოდ არ წავიდა. მე-13 წუთზე კვარაცხელიამ გოლის გატანის 100%-იანი შანსი ვერ გამოიყენა, როდესაც ბურთი თითქმის ცარიელ კარს ააცილა. პირველ ტაიმში მას სხვა რაიმე განსაკუთრებული მომენტი არ ჰქონია. მეორე ტაიმის დასაწყისშივე კი ქართველმა წვლილი შეიტანა პარი სენ-ჟერმენის მეორე გოლში, როდესაც მისი დარტყმული მეკარე მოიგერია, მაგრამ დემბელემ დამატებაზე გატანა შეძლო. სამწუხაროა ის, რომ სწორედ ამ მომენტში 58 წუთზე ქართველი შემტევი შეცვალეს. შესაბამისად, გასაკვირი არ არის, რომ მან შეხვედრაში ყველაზე დაბალი შეფასებაც დაიმსახურა. რასაც ვერ ვიტყვით მის თანაგუნდელებზე, დემბელეზე და ბრაკოლაზე, რომლებიც ბოლო პერიოდში შესანიშნავ ფორმაში არიან. ფრანგი გულშემატკივრების ნაწილი კი ქართველით იმედგაცრუებულია. ფანების კრიტიკულ კომენტარებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში შეხვდებით, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართველი სრულიად განსხვავებულ გარემოშია და ადაპტაციას გარკვეული დრო სჭირდება. რა თქმა უნდა, იმედია, რომ ხვიჩა მის შესაძლებლობებს ფრანგებს ძალიან მალე დაანახებს. პარი სენ-ჟერმენის შემტევ ფეხბურთელებზე შეხვედრის შემდეგ მწვრთნელმა ლუის ენრიკემაც ისაუბრა. შეტევის ხაზით კმაყოფილი ვარ. პოზიტიური დინამიკა გვაქვს, მაგრამ სეზონის განმავლობაში აუცილებლად იქნება რთული მომენტები, როდესაც ფეხბურთელებმა თავიანთი შესაძლებლობების მაქსიმუმი უნდა აჩვენონ. კრიტიკას ვიღებ და იმედი მაქვს, რომ ამ რიტმს შევინარჩუნებთ, მაგრამ ვიცი, რომ სეზონი გრძელია და ყოველთვის არის პიკური პერიოდები და ჩავარდნები. როცა დემბელე მეტოქის კარის წინ სიმშვიდეს ინარჩუნებს, ის შეუდარებელია და ნებისმიერი პოზიციიდან შეუძლია გატანა. ის ფენომენალური ფეხბურთელია. ახლა პრესა მას მარადონად აქცევს. მიხარია, რომ ის ძალიან კარგ ფორმაშია. დემბელეს შეუძლია გახდეს ისეთი ფეხბურთელი, როგორიც სურს. მართალია დემბელე კარგ ფორმაშია. ბოლო ორ თამაში ზედიზედ ჰეტ-ტრიკი შეასრულა, მაგრამ მისი წარსულის გათვალისწინებით და საერთო ჯამში არ მგონია, რომ ნეაპოლელებს მისი და მარადონას შედარება მოეწონათ. მით უფრო, რომ კვარადონას ამ დრომდე ვერ ივიწყებენ. ამას ნაპოლის მწვრთნელის ანტონიო კონტეს კომენტარიც ადასტურებს. კვარაცხელიას შემცვლელი არ გვყავს. ორი აზრი არ არსებობს, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი დავკარგეთ. ყველაფერი კარგადაა, მაგრამ თვალებში ნაცარი არ უნდა შევიყაროთ. ყველა ვთანხმდებით, რომ მნიშვნელოვანი ფეხბურთელი წავიდა. გაყიდეს 75 მილიონ ევროთ. სხვა ფეხბურთელები, რომლებიც წავიდნენ, შევცვალეთ, მაგრამ კვარა ვერა. ვერავინ იტყვის კვარას წასვლით გავძლიერდით თუ დავსუსტდით, მაგრამ ობიექტურად შემადგენლობას გამოაკლდა ჩემპიონი, რომელმაც სეზონის პირველი ნაწილი აქ გაატარა. ახლა სიხარულით მავსებს იმის ყურება, თუ როგორ მუშაობენ ჩემი ბიჭები. ამიტომ უნდა ვიფიქრო იმ შემადგენლობაზე, რაც მყავს და არა იმაზე, რაც არ მყავს. მსგავსი კომენტარი შესაძლოა სასიამოვნოა, მაგრამ ნაპოლი უკვე წარსულია. კვარაცხელი ახლა საფრანგეთზეა კონცენტრირებული. ლიგა 1-ში პარი სენ-ჟერმენს 20 შეხვედრაში 50 ქულა აქვს და ერთპიროვნული ლიდერია. ხვიჩას გუნდს წინ დატვირთული კალენდარი აქვს. 4 თებერვალს თასზე ლემანთან, 7 თებერვალს ლიგა 1-ში მონაკოსთან, 11 თებერვალს კი უკვე ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფის პირველ შეხვედრაში ისევ ბრესტთან დაპირისპირება ელით. მოკლედ, გავამხრევოთ ხვიჩა და ვუსურვოთ, რომ რაც შეიძლება მალე შევიდეს ფორმაში. ლიგა 1-ის მეოცე ტურში ვერ გაიტანა ხვიჩამ, მაგრამ გაიტანა ზურიკო დავითაშვილმა. ქართველმა ლილთან შეხვედრაში 11 მეტრიანი მოიპოვა და გოლად თავად ვიაქცია. ზურიკო მთელი შეხვედრის განმავლობაში აქტიურობდა. დუბლის შანსიც ჰქონდა, თუმცა საბოლოოდ 10 კაცით დარჩენილი ქართველის გუნდი 4-1 დამარცხდა. სენტ-ეტიენს 20 ქულა აქვს და ამ ეტაპზე გასავარდ ზონასთან ახლოს მე-15 ადგილზეა. აღსანიშნავია ისიც, რომ ქართველის გუნდს უახლოეს კონკურენტებზე 1 თამაშით მეტი აქვს ჩატარებული. ზურიკო, რომელსაც უკვე 7 გოლი აქვს, მომდევნო ტურში რენს დაუპირისპირდება. გიორგი მიქაუტაძის ლიონი კი მეოცე ტურის შეხვედრას 2 თებერვალს მარსელის წინააღმდეგ ჩაატარებს. მანამდე მოკლედ გეტყვით, რომ ქართველმა ფორვარდმა საერთაშორისო საკლუბო არენაზე ჩატარებულ 9 შეხვედრაში პირველი საგოლე პასი მიითვალა.
ევროპა ლიგის მერვე ტურში ლუდო გორეც უმასპინძლა და ფრედ 1-1 ითამაშა. გიორგი ძირითად შემადგენლობაში იყო და საშუალო შეფასებაც დაიმსახურა. ლიონს ამ შედეგით 15 ქულა დაუგროვდა და პირდაპირ ევროპა ლიგის მერვედ ფინალში გავიდა. ბუდუ ზივზივაძე კი უკვე მეხუთე შეხვედრაა ბუნდესლიგაში უგოლოდაა. ქართველის გუნდი ამჯერად დორტმუნდის ბორუსიას დაუპირისპირდა და 1-2 დამარცხდა. ჩვენმა ფორვარდმა ამ შეხვედრაში მეტოქის კარში მხოლოდ ორჯერ დაარტყა და ერთი მნიშვნელოვანი პასი გააკეთა და შეხვედრაში საშუალო შეფასებად მიიღო. ჰაიდენჰაიმს კი ზედიზედ მესამე მარცხის შემდეგ 14 ქულა აქვს და კვლავ გასავარდნ ზონაში მე-16 ადგილზეა. ბუდუ უგოლო სერიის დამთავრებას 8 თებერვალს ფრაიბურგის წინააღმდეგ ეცდება. ჰაიდენჰაიმის მსგავსად ზედიზედ მესამე თამაში წააგო გიორგი ჩაკვეტაძის უოტფორდმა. ჩაკვეს გუნდი ამჯერად ნორვიჩთან 1-0 დამარცხდა. აღსანიშნავია, რომ ქართულის გუნდი 35 წუთიდან 10 კაცით თამაშობდა. მარცხის მიუხედავად 25 წლის ჩაკვეტაძე თავის გუნდში ამჯერადაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო, მაგრამ ბევრი მცდელობის მიუხედავად გუნდს ქულის მოპოვებაში ვერ დაეხმარა. უოტფორდს ჩემპიონშიპში ჩატარებულ 30 შეხვედრაში 41 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-10 ადგილზეა. მომდევნო შეხვედრას ჩაკვეტაძის გუნდი 8 თებერვალს სტუმრად სანდერლენდის წინააღმდეგ გამართავს. ახლა კი რაგბი და ევროპის 2025 წლის ჩემპიონატი, სადაც ბორჯღალოსნებმა პირველი ტური რეკორდული გამარჯვებით გახსნეს. ქართველმა მორაგბეებმა ავჭალის სარაგბო სტადიონზე შვეიცარიას უმასპინძლეს. მეტოქეს 16 ლელო გაუტანეს და 100-0 გაანადგურეს. შეგახსენებთ, რომ შვეიცარიასთან შეხვედრამდე საქართველოს ყველაზე დიდი ანგარიშით მოგებული ჩეხეთთან ჰქონდა 98-3. რიჩარდ კოკერელის გაწვრთნილი ჩვენი ნაკრები მომდევნო შეხვედრას ნიდერლანდებთან 8 თებერვალს გამართავს. ბოლოს კი UFC და მისი პრეზიდენტი დანა ვაიტი, რომელიც ღონისძიების საქართველოში ჩატარებაზე კვლავ ალაპარაკდა. ამჯერად მან საქართველოს თურქი ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ ახსენა. ჟურნალისტს აინტერესებდა, ხომ არ იგეგმებოდა სტამბოლში ღონისძიების ჩატარება. UFC-ს ყველგან ჩატარებას ვაპირებთ. ამ დღეებში რამდენიმე ადამიანს შევხვდი, რომლებსაც ძალიან უნდათ საქართველოში ბრძოლები ჩავატაროთ. ახლა საქართველოში ჩასვლაზე უფრო გონივრული რა გაფიქრდებათ? როდესაც პოულობ ნიჭიერ ადამიანებს, ვინც კარგად ასპარეზობს, რა თქმა უნდა, ყველაზე ლოგიკურია იქ ჩახვიდე. ვფიქრობ, UFC-ს ღონისძიების საქართველოში ჩატარება უფრო და უფრო რეალური ხდება. ფაქტია, რომ სურვილი არსებობს. ერთადერთი დაბრკოლება შესაძლოა ადგილი იყოს. თქვენ რას ფიქრობთ? სად შეიძლება ჩატარდეს UFC-ს ეს ღონისძიება საქართველოში? დაწერეთ თქვენი აზრი კომენტარებში. თუ მოგეწონა ვიდეო, დაალაიქებ, გამოიწერე არხი და ჩართე ზარის ყილაკი, რომ არ გამოგჩეს შემდგომი სიახლეები. დაესწარი კრისტალბეთ ეროვნული ლიგის თამაშებს და უგულშემატკივრე ქართულ ფეხბურთს.